რათა მე ატვირთად შევძლოთ. პირველ რიგში მინდა წავიკითხო რომაელთა მესამე თავიდან 23 მუხლი, რადგან ყველამ შესწოდა და მოკლებული არიან ღვთის დიდებას. რას ნიშნავს, რომ მოკლებული არიან ღვთის დიდებას? ღვთის დიდება ეს არ არის რაღაცა აბსტრაქტული ცნება, მეგობრებო. ეს არის ჩვენი კურთხევა. უპირველეს ყოვლისა, გავიხსენოთ ის ადგილი, როდესაც ადამს და ევას შემოეძარცვათ ღმერთის დიდება, რა აღმოაჩინეს მათ. მათ აღმოაჩინეს, რომ ისინი იყვნენ შიშვლები, დაუცველები. ისინი საშინელი მსჯავრდადების ქვეშ აღმოჩნდნენ. ისინი გაექცნენ მომავალ რისხვას და სადღაც ბუჩქებში დაიმალნენ. რა გააკეთეს მათ? მათ საკუთარი მცდელობით დაიწყეს საკუთარი სიშიშვლის დაფარვა. მანამდე ისინი, სანამ ღმერთის თანდასწრებაში და ღმერთის დიდებაში ცხოვრობდნენ, მათ არ ქონდათ შიშის განცდა, არ ქონდათ მსჯავრდადების განცდა, ვერ ხედავდნენ საკუთარ სიშიშვლეს, არ ქონდათ შიში იმისა, რომ რაღაც დაემართებოდათ, არ ქონდათ შიში იმისა, რომ სადღაციდან შეიძლება საფრთხე მოსულიყო. ეს ყველაფერი იყო ღმერთის დიდებით გადაფარული. და იმისათვის, რომ ღმერთის დიდება დავიბრუნოთ, ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ თავად ღმერთი რას გვეუბნება, რომ უნდა გავაკეთოთ, რომ ღმერთის დიდება დაბრუნდეს კვლავ ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ ამაზე ამა თუ იმ მსახურებაზე, ამა თუ იმ ქადაგებაში თუ სწავლებაში არაერთხელ გვისაუბრია და მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ქადაგება, ნებისმიერი სწავლება, ყველაფერი ამას უნდა ეხებოდეს, რომ ჩვენ კვლავ დაუბრუნდეთ ღმერთის დიდებაში, რომ ჩვენ კვლავ შევიმოსოთ ღმერთის დიდებით და აი რაც გულში ჩამედო მაშინ უფლისგან ეს მონაკვეთი იყო, მე უკვე ვილაპარაკე რა რიტუალს ასრულებდა აარონი, რას აკეთებდა, რა ასწავლა მას მოსემ, ღმერთმა რა უბრძანა მოსეს იმისათვის, რომ რა ნაბიჯები უნდა გადაედგათ მათ, რომ ღმერთის დიდება მოსულიყო და რა მოხდა. აი ამ მონაკვეთში ჩვენ წავიკითხავთ. შემდეგ პირველი ორი მონაკვეთი უკვე გავიხსენეთ ჩვენ, დავინახეთ რა გააკეთა თავისთვის სრულად დასაწველს, როცა წირავდა, შემდეგ იესო ქრისტესთან გავაბით დავაკავშირეთ ეს, გავაბით პარალელი და ახლა მინდა ისევ ეს მონაკვეთი წაგიკითხოთ, რომ შეგახსენოთ. ლევიანთა მეცხრე თავი, მეხუთე მუხლიდან. მოიყვანეს საკრებულო კარვის წინ, რაც ბრძანა მოსემ. მიახლა მთელი თემი და დადგა უფლის წინაშე. ქვა მოსემ, აი რისი გაკეთება გიბრძანა თუფალმა, რომ გამოგეცხადოთ უფლის დიდება. ნახეთ, ეს რაღაცა ქაოტური, სპონტანური გადაწყვეტილება კი არ იყო. მოსემ პირდაპირ ხაზი გაუსვა იმას, რომ იმისათვის, რომ უფლის დიდება გამოგეცხადოთ, აი ამის გაკეთება გიბრძანა თუფალმა. აი ამას მინდა რომ ყურადღება მიაქციოთ, მეგობრებო. აი რისი გაკეთება გიბრძანა თუფალმა, რომ გამოგეცხადოთ უფლის დიდება. უთხრა მოსემ აჰარონს, მიუახლოვდი სამსხვერპლოს და შესწირე შენი ცოდვების მსხვერპლი. არ დაგვაუწყდეს, რომ აარონი არის მღვდელმთავარი, რომელიც უხეშად რომ თქვა, პატარა კარიკატურა არის იმ მღვდელმთავრისა, რომელსაც ველოდებით მომავალში, იმ დროისთვის მომავალში. მღვდელმთავარი, რომელიც უნდა მოვიდეს მელქისედეკის წესით და ჩვენ ამას შევეხებით ალბათ უფრო ჩემი მანდყოფნის დროს, მაგრამ ხედავთ, რომ ეს მღვდელმთავარი რას ეუბნება, ნახეთ ამ მღვდელმთავარს მიუახლოვდი სამსხვერპლოს და შესწირე შენი ცოდვის მსხვერპლი. ანუ ამ მღვდელმთავარს სჭირდება საკუთარი ცოდვებისგან გამოსყიდვა. შემდეგ რას ეუბნება? შესწირე შენი სრულად დასაწველი და გამოისყიდე შენი თავი და შენი ხალხი და მიიტანე ხალხის შესაწირი. და გამოისყიდე ისინი, როგორც ბრძანა უფალმა. და შემდეგ რას აკეთებს აჰარონი? მიუახლოვდა აარონი სამსხვერპლოს და დაკლა მოზვერი თავისი ცოდვის გამოსასყიდად. და მიუტანეს აარონის ძეებმა სისხლი მამას, თითი ამოაწო მან სისხლში და მოასხურა სამსხვერპლოს რქებზე, ხოლო დანარჩენი სისხლი სამსხვერპლოს საძირკველთან დაღვარა. ცოდვისათვის შესაწირის ქონი, თირკმელები და ღვიძლის აპკი სამსხვერპლოზე დააკმია, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ხოლო ხორცი და ტყავი ბანაკის გარეთ დაწვა ცეცხლში. დაკლა სრულად დასაწველი. ასევე სრულად დასაწველიც მიიტანა, ხედავთ? მიართვეს აარონის ძეებმა სისხლი და მოაპყურა ამ სრულად დასაწველი სისხლიც, სამსხვერპლოს ირგვლივ. ნაჭრებად მიუტანეს სრულად დასაწველი.
თავთან ერთად და დააკმია სამსხვერპლოზე. გარეცხა შიგნეული, წვივები დააკმია სრულად დასაწველთან ერთად სამსხვერპლოზე. მიიტანა ხალხის შესაწირი, აიყვანა თხა ხალხის ცოდვის მსხვერპლად. ნახეთ, ჯერ თავისი ცოდვისთვის შეწირა მოზვერი, შემდეგ სრულად დასაწველი შეწირა, ახლა როდესაც თვითონ სიმბოლურად განიწმინდა და თვითონ ანახა, რომ ბოლომდე მიძღვნილი იყო ღმერთისთვის, ეს არის მღვდელმთავარი, არ დაგავიწყდეთ. შემდეგ უკვე იწყებს ხალხისთვის შესაწირის მოტანას. აიყვანა თხა ხალხის ცოდვის მსხვერპლად და დაკლა და შესწირა ცოდვის მსხვერპლის მსგავსად. მიიტანა სრულად დასაწველი და აღასრულა რჯულისამებრ. დილის სრულად დასაწველის გარდა ურეულის ძღვერი მიიტანა. აქ უკვე სხვა შესაწირზეა საუბარი. ეს არ არის ცოდვის მსხვერპლი, ეს არ არის სრულად დასაწველის მსხვერპლი, უკვე პურეულის ძღვენი მიიტანა. ეს არის ჩვენი ყოველდღიური საკვები, მეგობრებო. აივსო ხელი და დააკმია სამსხვერპლოზე. დაკლა მოზვერი და ვერძი სამშვიდობო შესაწირად ხალხისთვის. რისთვის? ახლა უკვე ეს იყო სიმბოლურად ყოველდღიური ჩვენი საჭიროებების მსხვერპლად აღვლენა, ჩვენი პური და შემდეგ უკვე სამშვიდობო მსხვერპლი მიიტანა ვერძი და მოზვერი. მშვიდობა ვისთვის? მშვიდობა ისრაელის ხალხისთვის, ხო? და ნახეთ, და მიართვეს აარონის ძეებმა სისხლი და მოაპყურა იგი სამსხვერპლო სირბლი. მიუტანეს მოზვრისა და ვერძის ქონი, დუმა და შიგნეულის ქონი. ეს იყო საუკეთესო ნაწილად ითვლებოდა, იმიტომ რომ საუკეთესო კეთილსურნელება იყო. ეს არ იყო სადღაცა მონარჩენი ნაწილი. თირკმელები და ღვიძლის აპკი. დაადეს ქონი მკერდზე და დააკმია მან ქონი სამსხვერპლოზე. შერხევით შეარხია აარონმა უფლის წინაშე მკერდი და მარჯვენა ბეჭი, როგორც უბრძანა მოსემ. და აღაპრო აარონმა ხელები ხალხისკენ. აკურთხა ისინი. როდის აკურთხა? როდესაც ეს ყველაფერი ხალხის მიერ იყო გაღებული, ხალხისთვის იყო გაღებული. და ნახეთ შემდეგ რა წერია. აკურთხა ისინი და ჩამოვიდა ძირს ცოდვისთვის შესაწირის, სრულად დასაწველისა და სამშვიდობო შესაწირის შეწირვის შემდეგ. შევიდნენ მოსე და აარონი საკრებულო კარავში, გამოვიდნენ და აკურთხეს ხალხი. და ნახეთ შემდეგ რა ხდება. და გამოეცხადა უფლის დიდება მთელ ხალხს. რა საინტერესოა რა? გამოვიდა ცეცხლი უფლისგან და დაწვა სამსხვერპლოზე სრულად დასაწველი და ქონი. იხილეს მთელმა ხალხმა ეს ყველაფერი. ჭიჟინა დასა და პირქვე დაემხო. აი მეგობრებო, ეს არ იყო აბსტრაქტული მოქმედება, ეს არ იყო თვითნებური გადაწყვეტილებები, ეს არ იყო მე ასე მესმის, მე ისე მესმის, მაგალითად როგორც კაენმა გადაწყვიტა, რომ სხვანაირი მსხვერპლი შეეწირა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ მათ მამისაგან და უფლისაგან, მაგალითად, რომ ცხოველის დაკლა იყო საჭირო ცოდვის შემდეგ, ცოდვის ჩადენის შემდეგ, ადამიანის შესაწყალებლად, მაგრამ კაენმა გადაწყვიტა, რომ იცი რა, აი მე ვიშრომებ, ბევრი ვთოხნე, ბევრი მოსავალი მოვიყვანე და ამას შევწირავ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. რადგან რწმენა მოდის ღმერთის სიტყვისაგან, ღმერთის სიტყვის მორჩილებისაგან. და აქ საკმარისი არ იქნებოდა, მეგობრებო, თითოეულ ადამიანს ისრაელის სხვადასხვა ტომებს ეთქვათ, რომ აი ჩვენ მიგვაჩნია, რომ აი ასე გამოჩნდება უფლის დიდება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აი მთაზე თუ წავალთ და ამას გავაკეთებ, იქიდან გამოჩნდება ღმერთის დიდება. არა, ღმერთმა კონკრეტული ინსტრუქცია მისცა. კონკრეტული ფორმულა მისცა. რა უნდა გაეკეთებინათ ისრაელიანებს, რა უნდა მოემოქმედა აარონს მღვდელმთავარს, როგორი მსხვერპლი უნდა აევლინა, რა თანმიმდევრობით უნდა აღევლინა, რა უნდა მომხდარიყო იმისთვის, რომ ღმერთის დიდება გამოჩენილიყო. და რა მოხდა, იცით? როდესაც დაემორჩილენ ღმერთის მიერ ნაბრძანებს, ღმერთის დიდება მას არ დააყოლა. დასტური მოვიდა. ღმერთის დიდებიდან გამოვიდა ცეცხლი, შეიწირა ეს სამსხვერპლო, ხალხმა იხინა ზებუნებრივი გამოვლინება, ზებუნებრივი ჩარევა ღმერთისა მათ ცხოვრებაში, ყიჟინა დასა, სიხარულით აღივსნენ და პირქვე დაეცნენ, რაც ნიშნავს, რომ ბოლომდე დანებდნენ უფალს. ჩვენ გვჭირდება, მეგობრებო, ღმერთის დიდების დაბრუნება ჩვენს ცხოვრებაში. იმიტომ რომ იქ, სადაც ღმერთის დიდებაა, იქ წყევლა ვეღარ მეფობს. იქ სადაც ღმერთის დიდებაა, იქ ღმერთის სინათლეა და სიბნელე ვეღარ მეფობს. როგორც წერია, რომ სინათლე მოვიდა ამ ქვეყნიერებაზე და ბნელმა ვერ მოიცვა იგი. ერთადერთი რისი დამარცხებაც არ შეუძლია ბოროტს, ჩვენს მტერს, წყევლას, სიკვდილს, ეს არის ღმერთის დიდება. ღმერთის დიდება იყო, რამაც აღადგინა იესო ქრისტე
მკვდრეთით. ღმერთის დიდებაა, როდესაც ხელი მოგწყდება, ვიღაცა გეუბნება, რომ რთული იქნება, ოპერაცია გჭირდება, მაგრამ ღმერთის დიდება ჩაერევა, ზებუნებრივად გამოვლინდება და შენი ხელი შეხორცდება დროზე ადრე. ღმერთის დიდებაა, როდესაც გარშემო ქარიშხალია, პრობლემაა, ავადმყოფობაა, მაგრამ ღმერთის დიდება მოდის და ზებუნებრივი, არა ფიზიკური, არა ამქვეყნიური, არამედ ზებუნებრივი ჩარევა და გამოვლინება ხდება ღმერთის. და იქ, სადაც ადამიანები უძლურები არიან, იქ სადაც ადამიანები შიშვლები არიან, შეშინებულნი არიან, დაუძლურებულნი არიან, იქ ვლინდება ღმერთის დიდება და ყველაფერი თავის ადგილას დგება. ისე როგორც იყო შეწოდებამდე, ისე როგორც გვასწავლა ჩვენმა უმთავრესმა მღვდელმთავარმა, იესო ქრისტემ. მღვდელმთავარმა, რომლის ძალასაც არ აქვს დასასრული. რას მოყვა, მეგობრებო, ღმერთის დიდების დაკარგვა? შეწოდებას. შეწოდება რა არის? როდესაც ადამიანი იწყებს მოქმედებას თვითნებურად. როდესაც ადამიანი ამბობს, იცი, მე რატომღაც ეს არ მომწონს. კი წერია ესე, მაგრამ მოდი მე ასე მოვიქცევი. კი ამბობენ ასე, მაგრამ მე მაინც ისე მინდა. მე ასე მესმის, მე ასე უნდა მოვიქცე, მე ასე მინდა გადავწყვიტო. აქ იმას ნიშნავს ასეთი განცხადებები, ასეთი ფიქრით უნდა წვეცნობიერი, რომ ადამიანი პლის საკუთარ თავს უფრო ბრძენად ვიდრე ღმერთის სიტყვას. საკუთარ გადაწყვეტილებებს უფრო მნიშვნელოვნად ვიდრე ღმერთის სიტყვას და ასე ხდება ხოლმე, მეგობრებო. წმინდა წერილში წერია, რა პრინციპებით უნდა ვიხემძღვანელოთ, როდესაც ოჯახს ვნით, რა პრინციპებით უნდა ვიხემძღვანელოთ, როდესაც შესაწირი მოგვაქვს უფალთან, რას ნიშნავს კონდეს რწმენა, რას ნიშნავს იყო ღმერთის მსახური, რამდენად უნდა მიუძღვნა ღმერთს შენი თავი. და აქ წმინდა წერილში სულაც არ არის შემთხვევით დაწერილი და მოყვანილი, რომ იყო სიწმინდის მსხვერპლი გაღებული, იყო სრულად დასაწველის მსხვერპლი და ჩვენ ეს უკვე გავიარეთ, სიწმინდე რას ნიშნავდა. ჩვენ თქვით, რომ ეს შეუძლებელი იყო იესო ქრისტეს მსხვერპლის გარეშე. და ჩვენ ისიც დავინახეთ, რომ სრულად დასაწველი რა სიმბოლიზებდა. ჩვენ აი წინა აი ამ თემას, როდესაც ვეხებოდით, ამაზე გავიარეთ და მინდა გაგახსენოთ მე თქვენ ეს. სრულად დასაწველი, სრულად მიძღვნას ნიშნავს და იესო ქრისტემ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თუ ვინმეს საკუთარი თავი უფრო მეტად უყვარს ვიდრე მე, ის ჩემი ღირსი არ არის, ამბობს იესო ქრისტე. თუ ვინმეს უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია საკუთარი შვილი, დედა, ცოლი, ქმარი, ნაკვეთები, ყანა, სამსახური, კარიერა, ის ჩემი ღირსი არ არის და ეს არ არის უბრალოდ ახირება. ეს თავად იესო ქრისტემ მოგვიძღვნა თავისი თავი ასე. მან მაგალითი გვიჩვენა. ის როგორც მღვდელმთავარი მოვიდა, მან სიწმინდის მსხვერპლი გაიღო ჩვენთვის, რომ ჩვენ განვეწმინდეთ, საკუთარი სიწმინდის მოზიარეები გავხადა და ბოლომდე შესწირა საკუთარი თავი, ბოლომდე მიუძღვნა ჩვენს გადარჩენას საკუთარი თავი, ისე რომ ჯვარზეც კი, როდესაც მის პიროვნებას ესხმოდნენ თავს და მისი მიძღვნა ეჭქვეშ დააყენეს და ეუბნებოდნენ, თუ მართლა ღმერთისზე ხარ, თუ მართლა ჩვენი სიყვარულით მოქმედებ, იცენი საკუთარი თავი და დაგიჯერებთ, მაგრამ იესო ქრისტემ მაშინაც კი საკუთარი სიმართლის მტკიცება კი არ დაიწყო. მან მამას თხოვა, მამაო, მიუტევე, არიციან რას აკეთებენ. რაც იმას ნიშნავს, რომ მან ბოლომდე მიუძღვნა ღმერთის მისიას საკუთარი თავი. ეს სრულად დასაწველი შემთხვევითი არ არის. მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო იესო ქრისტესთვის ადამიანები რამდენად ენდობოდნენ ღმერთს. რამდენად გულიანად სწირავდნენ ღმერთს, იმდენად რომ ის საგანძურთანაც კი იჯდა, მეგობრებო. საგანძურთან იჯდა და წერია რომ აკვირდებოდა როგორ სწირავდნენ ადამიანები ფინანსურ შესაწირს ამ შემთხვევაში ღმერთს. რაც იმაზე მეტყველებს რომ შესაწირი ყველა სახის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ფინანსური შესაწირიც იმდენად რომ ის თავად ღმერთის ძის და ღმერთის ყურადღებას იმსახურებს. ეხლა რა თქმა უნდა, მეგობრებო, არაერთხელ მსმენია რომ მსახურებს რაღაცნაირად ეუხერხულებად შესაწირზე და მეათეზე ლაპარაკი. მაგრამ მე ვფიქრობ რომ მათ ეუხერხულებად ვისაც ბოლომდე გაცნობიერებული არ აქვს, რამხელა კურთხევაა ეს ადამიანებისთვის, რომ ისწავლონ დაიმედება ღმერთზე და არა თუნდაც საკუთარ ფინანსურ წყაროებზე. ეს თუ არ ვასწავლებთ ჩვენ ეკლესიაში ადამიანებს, ჩვენ პასუხისმგებლები ვიქნებით ჩვენი ცხოვრებით
ღმერთის წინაშე, იმიტომ რომ წმინდა წერილში წერია მოციქული პავლე რითიც იქადის, რომ მე არ დამიფარავს თქვენთვის სრული სახარება. და სრული სახარება მათ შორის ფინანსურ, მატერიალურ შესაძირსაც მოიცავს, იმიტომ რომ ეს არის განუყოფელი ნაწილი ჩვენი ღმერთისადმი ნდობისა და ღმერთისათვის ცხოვრებისა და ღვთისადმი მსახურებისა. და სანამ მე უშუალოდ დოქტრინალურ რაღაცებზე გადავიდოდი, რასაც ალბათ უფრო შემდეგ მსახურებებში გავაკეთებ, მე აი ამ შესაწირის ბუნებაზე, ფინანსების ბუნებაზე და მატერიალური მსხვერპლების ბუნებაზე მინდა დაგელაპარაკოთ, რომ საძირკველი დაუდო ამას, რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი. მეგობრებო, ზოგადად ყველაფერი მსხვერპლშეწირვას უკავშირდება. გაუწმინდურდით, ჩვენს განწმენდას მსხვერპლი ჭირდებოდა, შესაწირი ჭირდებოდა. ხომ მეთანხმებით, არა? მსხვერპლის გარეშე, სიკვდილის გარეშე, სისხლის დაღვრის გარეშე ჩვენი გაწმენდა შეუძლებელი იყო. მაშინ ეს წინასახე იყო, მაგრამ ახლა იესო ქრისტეს მსხვერპლი გახდა საჭირო, ხო? სრულყოფილი გამოსყიდვისთვის. საკუთარი თავისთვის დავიწყეთ ცხოვრება და ამან ღმერთს მოგვაშორა, როდესაც ევა მიფიქრა, რომ მე ვიქნები ღმერთივით. მე თვითონ გადავწყვეტ ჩემთვის როგორ ვიცხოვრო და რას მივყვე და რა ღირებულებები მქონდეს. რა დაჭირდა ამას? მსხვერპლად საკუთარი თავის მოტანა, სრულად დასაწვერი სწორედ ამაზე მეტყველებდა. ისევ გადაწყვეტილების მიღება, რომ მე ჩემი თავისთვის კი არ ვიცხოვრებ, ამიერიდან ღმერთისთვის ვიცხოვრებ. იმედს ვდებდით საკუთარ შემოსავალზე, საკუთარ სიმდიდრეზე და ამით გვინდოდა, რომ სიმშვიდე და ცხოვრების კომფორტი გქონოდა. აი აქაც გვიწევს მსხვერპლის გაღება და იმედის დადება არა საკუთარ შემოსავალზე, არამედ ღმერთზე. ნახეთ, ფსალმუნებში წერია ასეთი რაღაცა. მეოთხე ფსალმუნის 5-8 მუხლები. შესწირეთ სიმართლის შესაწირნი და მიენდეთ უფალს. მრავალი ამბობს, ვინ გვიჩვენებსო სიკეთეს. გადმოგვაფინე სინათლე შენი სახისა უფალო. შენ უფრო მეტი სიხარული მიეცი ჩემს გულს, ვიდრე მათ აქვთ პურისა და მაჭრის სიუხვისას. შვიდად დავწვევი და დავიძინებ, რადგან შენ უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უსაფრთხოდ. გავიხსენოთ ისევ, რა დაკარგეს ადამმა და ევამ, როდესაც ღმერთზე იმედი აღარ დადეს, უსაფრთხოების განცდა, მეგობრებო. რატომ არის რომ მე ფსალმუნე აი ასეთ შედარებას აკეთებს? ნახეთ, შენ უფრო მეტი სიხარული მიეცი ჩემს გულს, ღმერთო, და სიმშვიდით დავწვევი ღამე და დავიძინებ, რადგან შენგან მოდის ეს სიმშვიდე, სიხარული და უსაფრთხოება, ვიდრეო, როგორ წერია, ვიდრე მათ აქვთ პურისა და მაჭრის სიუხვისას. ვის მათ? იმ ადამიანებს, ვინც ღმერთს ვერ ენდობიან, მეგობრებო. ეს პირდაპირ არის ურთიერთგამომრიცხავი რამე. თუ ვინმე პურზე და მაჭარზე დებს იმედს, ანუ სიმდიდრეზე, ეს ხომ სიმდიდრის, ეს ხომ სიუხვის სიმბოლო არის, პური და მაჭარი. თუ ვინმე აი აქედან ცდილობს, რომ სიმშვიდე და სიხარული მოიპოვოს, მე ფსალმუნე ეუბნება, ასე ვერ იქნება. იმათ არ ექნებათ სიმშვიდე და სიხარული უფრო მეტი, იმათთან შედარებით, ვინც ღმერთზე დებს იმედს, იმიტომ რომ ჭეშმარიტი იმედი, ჭეშმარიტი სიხარული, ჭეშმარიტი სიმშვიდე უფლისაგან მოდის მორწმუნეთა გულში, მეგობრებო. ეს პარალელი შემთხვევით არ არის აქ წამოყენებული. შემდეგი ეტაპი აი ამ სრულად დასაწველისა და სიწმინდის მსხვერპლების შემდეგ იყო ურეულისა და სამშვიდობო შესაწირი. რაც ჩვენს ყოველდღიურ მინდობაზე ლაპარაკობს ღმერთისადმი და სიმშვიდის გულში ქონას ლაპარაკობს. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რაში მჭირდება ეს სიმშვიდე, მაგრამ უფალი იესო ქრისტე ამბობს ასეთ რაღაცას, უპირველეს ყოვლისა, როდესაც შეხვალთ სადმე ჩემი სიტყვის საქადაგებლად, რა ორად თქვითო? მშვიდობაო ამ სახლს და თუ იქ იქნება მშვიდობის ძე, მასთან მივა და დაივანებ ჩემი მშვიდობა. რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, მეგობრებო, სიმშვიდის ქონა? რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ღვთიური მშვიდობის ქონა? იმიტომ რომ თუ სიმშვიდე დარღვეული გაქვს, შენ ღმერთის სიტყვას ვერ ისმენ. შენ ვერ ენდობი ღმერთს, არ შეგიძლია. თუ იმდენად არ მოვიდა ღმერთის მშვიდობა შენს გულში, რომ დაგაიმედა, დაგარწმუნა ხვალინდელი დღის წარმატებაში, ხვალინდელი დღის უზრუნველყოფაში, შენ შეიძლება დღეს ღამე ვერც კი დაიძინო. აი შეიძლება წეღან ნიკა ამოწმებდა, სანერვიულოა, რა თქმა უნდა, როდესაც აკაუნტს დაგიბლოკავენ, როდესაც ვეღარ მუშაობ,
ამერიკაში საბუთები არ გაქვს, ნერვიულობ, მაგრამ თუ უფლის მშვიდობაში ხარ. ჩვენ ხო ვიცით რომ უფლის მშვიდობა ისეთი რამეა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება. რას ნიშნავს ეს გონება? შენი გონებით ეძებ გამოსავალს ვერ ხედავ, მაგრამ ის მშვიდობა, რომელსაც უფალი იძლევა, გაცილებით მეტია, ვიდრე შენი გონების ფიქრები, ვიდრე შენი გონებით ნაპოვნი გამოსავლები, ვიდრე შენი გონებით გამართული სანაცნობოები, ნაპოვნი სამსახურები, დაგროვებული შემოსავლები, იმიტომ რომ შენი გონება, შენი ქონება, შენი სიმდიდრე ვერ უზრუნველყოფს ისეთი სიმშვიდით, რომელ სიმშვიდესაც უფალი იესო ქრისტე იძლევა. ჩემს მშვიდობას გაძლევთო თქვენ, უფალი იესო ქრისტე ამბობს. არა ისეთ მშვიდობას, როგორცაც იძლევა ქვეყნიერება, არამედ ჩემს მშვიდობას, რომელიც ლოგიკას არ ექვემდებარება. შეიძლება აკაუნტი დაგებლოკოს, შეიძლება ავადმყოფობამ შემოგიტიოს, შეიძლება ოჯახი ვერ შექმნა და მარტოსულად გრძნობდე თავს, მაგრამ უფლის მშვიდობა ყველა ამ გამოწვევას, ყველა ამ წყევლის გამოვლინებას თუ ამ სიბნელის მცდელობას, რომ წყევლაში და შიში შეგაყოფინოს თავი, აღემატება. ამიტომაც ღმერთმა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ღმერთის დიდების გამოვლინების ფორმულას ასწავლიდა, აარონ მღვდელმთავარს, მოსეს და ისრაელიანებს ჩადო ეს მსხვერპლი, ყოველდღიური პურის შესაწირი, ყოველდღე რასაც ჭამ, ის მომიტანე მსხვერპლად და სამშვიდობო შესაწირი შემომწირე. იმიტომ რომ როცა მშვიდობა მოვა შენს გულში, შენ მერე შეძლებ ჩემი დიდების დანახვას. მერე შეძლებ შენ ჩემი ყოვლის შემძლეობის რწმენას. მერე დაიწყება ზებუნებრივი გამოვლინებები შენს ცხოვრებაში. ნახეთ მეგობრებო, მარკოზის მეათე თავში 23 მუხლიდან იესომ მიმოიხედა და უთხრა თავის მოწაფეებს, რა ძნელი იქნება მდიდრებისთვის ღმერთის სამეფოში შესვლა. გახსოვთ ეს ვის უთხრა ეს სიტყვები? ხმაწვილი კაცი, რომელიც ყველა მცნებას იცავდა და რა გავაკეთო ახლაო, რომ ცათასასუფევლის მემკვიდრე გავხდეო და იესო ქრისტემ რა უთხრა? გაყიდე შენი სიმდიდრე, დაურიგე ღარიბებს და მე გამომღერე. იესო ქრისტე ამას ყველას არ ეუბნეოდა. ეს არ უთქვამს ადამიანებისთვის, ვისაც სიმდიდრეზე არ ჰქონდა იმედი დადებული. მაგრამ აი ამ ხმაწვილ კაცს მაინდა-მაინც ეს უთხრა. რატომ? და იესო ქრისტე შემდეგ ცოტა ავითარებს აზრს. რატომ იყო ასეთი მოთხოვნა აი ამ ხმაწვილისთვის? და ჩვენ ვიცით ის ხმაწვილი დააღონდა, ვინაიდან დიდძალი სიმდიდრის პატრონი იყო და შემდეგ იესო ქრისტე აგრძელებს აი უბრალოდ განმარტებას თავისი მსმენელებისთვის. იესომ მიმოიხედა და უთხრა თავის მოწაფეებს, რა ძნელი იქნება მდიდრებისთვის ღმერთის სამეფოში შესვლა და მოწაფეები შეშფოთდნენ. განცვიფრდნენ მის სიტყვებზე. იესომ კი კვლავ მიუგო მათ და უთხრა, შვილებო, რა ძნელი იქნება ღმერთის სამეფოში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი. ეს ცოტა უფრო მეც სინათლეს ფენსა რა. ნახეთ, ჯერ ამბობს, რომ მდიდრებისთვის ძნელია შესვლაო, მაგრამ შემდეგ უფრო დაწვრილებით ჩადის უფალი სიღრმეში და ამბობს, რომ რა ძნელი იქნება მათთვის ღმერთის სამეფოში შესვლა, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი. ღმერთო ჩემო, როგორ გავიგო ახლა სიმდიდრეზე ვარ დანდობილი თუ არა ვარ დანდობილი? როგორ უნდა გავიგო მეგობრებო და ძალიან მარტივად. თუ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მეტ დროს ვუთმო ფული შოვნას, ნაცვლად იმისა, რომ ღმერთი ვეძიო ჯერ, თუ პირველ რიგში იმაზე მედარდება ფული როგორ ვიშოვლო, ვიდრე იმაზე ღმერთის ხმა როგორ მოვისმინო, ღმერთის ნება როგორ გავიგო ჩემს ცხოვრებაში, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო საიმედო მეჩვენება ფული, უფრო საიმედო მეჩვენება ქონება, ვიდრე ღმერთის ნების შეცნობა. ახლა მე ამას ვერავის ვერ შეუფასებ აქედან. მე ჩემი თავის შეფასებაშიც კი სული წმინდის იმედით ვმოძრაობ. სული წმინდას ვეხვეწები ხოლმე, ღმერთო, დამანახე, ხომ არაფერში გადავიხარე, ჩემი გული რენტგენივით გააშუქე, შენი თვალებით შემახედე. მე არ შემიძლია გავსაჯო ლაშა, არ შემიძლია გავსაჯო მაია, არ შემიძლია ლენა გავსაჯო, ვარია, არ ვიცი, ნიკა, ნებისმიერი თქვენგანი და ნებისმიერი ადამიანი ამ დედამიწაზე. პირიქით მე ვეხვეწები სული წმინდას, რომ ჩემი გული შემასწავლინოს. ის უფრო კარგად ხედავს ჩემი გულის სიღრმეებს, მაგრამ იესო ქრისტე აქ ხას უსვამს იმას, რომ ძალიან ძნელი იქნება მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დაიმედებული, დანდობილი, სიმდიდრის იმედი აქვს. ნახეთ, აკლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში.
იმათ უფრო მეტად გაიოცეს და ამბობდნენ ერთმანეთში, ვისღა შეუძლია გადარჩენა, იმიტომ რომ ჩვენ მეგობრებო ხომ ძალიან ხშირად ადამიანებს კურთხეულად ვაფასებ, თუ მათ ყველაფერი აქვთ, თუ მდიდრები არიან, თუ მოწესრიგებულები არიან, თუ თავდაჯერებულები არიან. და გაუკვირდათ მოწაფეებს, ჩვენ ესენი ყველაზე დიდ კურთხეულ ხალხად გვეჩვენებოდა და აბა ვიღას შეუძლია მაშინ შესვლა ღარიბი საცოდავი უბედური? ისინი არიან უფრო შემსვლელები, მაგრამ იესო ქრისტე ისევ დაწვრილებით ცდილობს, რომ ხაზი გაუსვას, არა იმას, რომ სიმდიდრის ქონა არის ზოგადად ცოდვა, არამედ ის, რომ სიმდიდრეზე დაიმედება ცოდვა. ეს არის მნიშვნელოვანი, მეგობრებო. და ნახეთ, რას ამბობს. აკლემი უფრო ადვილად გააძვრება ნემსის ყუნჩში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სამეფოში. იმათ უფრო მეტად გაიოცეს და ამბობდნენ ერთმანეთში, ვისღა შეუძლია გადარჩენა. შეხედა მათ იესომ და თქვა, ეს კაცთათვის არის შეუძლებელი და არა ღმერთისთვის, რადგან ღმერთისთვის ყოველივე შესაძლებელია. დაუწყო პეტრემ ლაპარაკი, ახლა უკვე პეტრე პრაქტიკულ ნაბიჯებზე გადადის. აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგხევით. უთხრა იესომ, ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, არავინ არის რომ ჩემი გულისათვის და სახარების გულისათვის მიატოვოს სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან ხანა, ან ასწილად და ასწილად არ მიიღოს. ახლა ამჟამად სახლები, ძმები, დები, მშობლები, შვილები და ყანები ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში საუკუნო სიცოცხლე. რა კონკრეტული პასუხი გასცა უფალმა იესო ქრისტემ მოციქულებს. ნახეთ, პავლემ პირდაპირ უთხრა, პეტრემ პირდაპირ უთხრა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ უფალო და შენ გამოგხევით. მაშინ ჩვენ რა გვეთვლება ეს? რა თქმა უნდა გეთვლებათ. თუ შენ ყველაფერს მიატოვებ, გეთვლება ეს ერთგულებაში, მაგრამ უფრო მეტიც, თუ შენ ისწავლი იესო ქრისტეს პირველ ადგილზე დაყენებას, როდესაც ის იქნება ყველაზე მაღალი პრიორიტეტი შენთვის და მისთვის რაღაცას დათმო, არავინ არის, ვინც ჩემი გულისთვის რაღაცა გაიღოს და ჩამონათვალი გააკეთა უფალმა იესო ქრისტემ და არ მიიღოს ჯერ ასწილად აქ ამ სიცოცხლეში, მერე კი საუკუნო სიცოცხლე. და რამდენი მაგალითი ვიცით მეგობრებო ამის ჩვენ. პირველ რიგში რწმენით ჩვენი მამა აბრაჰამ, რომელმაც ყველაზე საყვარელი ძე, რწმენით მიღებული ძე აიღო და შესწირა უფალს და რა მიიღო სანაცვლოდ მეგობრებო? 100 წილად მარტო? 100 წილათაც და მილიონ წილათაც. რაზე ლაპარაკობს ეს ყველაფერი მეგობრებო? და რას გვიჩვენებ ჩვენ მას შემდეგ, როდესაც მოციქულებმა აი ამ ხელა მსხვერპლი გაიღეს, მაგალითად პავლემ როგორი პოზიცია მიატოვა, ხო? როდესაც გაიცნო იესო ქრისტე, როგორი პოზიცია მიატოვა. პეტრემ, იოანემ, ნებისმიერი მათგანი იხილეს თუ არა მათ ღმერთის დიდება. რა თქმა უნდა იხილეს. იყვნენ თუ არა ისინი სიმშვიდეში და სიხარულში, რა თქმა უნდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი სიხარული, როგორიც ჰქონდა ჰეროდეს, მაგალითად, ლამაზი ტანსაცმელი რო ეცოდა მთელი ხალხი რო ყვირო და ღმერთის ხმაო, კაცის ხმა კი არა. პავლე შეიძლება ჰეროდესავით სამეფო ტანსაცმლით არ იყო შემოსილი, მაგრამ როდესაც ის დილეგში ჩააგდეს სილასთან ერთად, იმის გამო რომ მის გულში პირველ ადგილზე იესო ქრისტე იდგა, ის კი არ წუწუნებდა და შეშინებული კი არ იყო. ის ადიდებდა უფალს და რა მოხდა? გამოვლინდა ღმერთის დიდება. შეირყა თუ არა იქაურობა. გაიხსნა თუ არა სატუსაღოს კარებები. ჩამოცვიდა თუ არა ბორკილები, რომლის გახსნაც გასაღების გარეშე შეუძლებელი იყო. ერწმუნა თუ არა ციხის უფროსი პავლეს. გამოუშვეს თუ არა მეორე დღეს პავლე და სილას სატუსაღოდან. ჩაერია თუ არა ღმერთი თავისი დიდებით, როდესაც პეტრეს 4 ჯარისკაცის დაცვის ქვეშ ეძინა ორმაგი ბორკილებით შეკრულს სატუსაღოში, გამოვლინდა თუ არა მშვიდობა ღმერთისა პეტრეს გულში. ხალხო, დიდი ალბათობით მეორე დღეს მას ჩამოხრჩობას თუ მოკლას უპირებდნენ და პეტრეს კი მშვიდად ეძინა. რატომ? მის გულში პირველ ადგილას იესო ქრისტე იდგა. და გამოვლინდა ღმერთის დიდება სიმშვიდესთან ერთად. რა თქმა უნდა გამოვლინდა. ანგელოზი მივიდა, მუჯლუგუნი წაკრა, ბორკილები დაცვიდა, ციხის კარები გაიხსნა, ქალაქის კარიბჭე გაიხსნა, გარეთ გამოვიდა და იმდენად დაუჯერებელი ამბავი იყო, პეტრეს ეს ყველაფერი რეალურად თავზე დება პეტრეს თავზე, მაგრამ თავის სიზმარში გონია. ანუ სიზმარივით გაატარა ღმერთმა ეს განსაცდელი.
ახლა ჩვენს თავებს შევხედოთ, მეგობრებო. ჩვენ როგორ მდგომარეობაში ვართ ხოლმე. ჩვენ როგორ სიტუაციაში ვართ ხოლმე, როდესაც განსაცდელები მოდის. გვაქვს მშვიდობა გულში. პირველ ადგილზე გვიდგას იესო ქრისტეს სიყვარული. ეს მშვიდობა არის, რომელიც მიუხედავად ბორკილებისა, მიუხედავად პრობლემებისა, ავადმყოფობისა, უმუშევრობისა, არალეგალობისა, არ ვიცი, ათასნაირი შემოტევებისა და ქარტეხილებისა, გვაქვს მშვიდობა გულში, რომელიც დაგვაძინებს მშვიდად და შეგვაძლებინებს, რომ დაველოდოთ, როდის გამოვლინდება ღმერთის დიდება ჩვენს ცხოვრებაში და როდის დაცვივდება ეს ბორკილები სიბნელისა და წყევლისა ჩვენი ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში. კიდევ ერთი ასპექტი, რასაც მინდა ხაზი გაუსვა, მეგობრებო. რატომ ეწინააღმდეგება ღმერთი აი ამ სიმდიდრეზე დაიმედებას? იმიტომ რომ დიდი სიმდიდრე ქვეყნიერება ქმნის აი ამ ცრუ უსაფრთხოების განცდას, მეგობრებო. ბევრი ფული თუ გაქვს, ძალაუფლების განცდა გაქვს. გაქვს იმის განცდა თითქოს რომ რაც არ უნდა აქტივდეს ყველანაირ სამედიცინო დახმარებას მიიღებ, რაც არ უნდა გაგიჭირდეს ყველაფერს გადალახავ. დიდრები ბუნკერებს იშენებენ, იმიტომ რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას რო ელოდებიან და ცეცხლებს და წარღვნებს და ასე შემდეგ, ბუნკერებს აშენებენ და მილიარდად ყიდიან ერთ ადგილს იმ ბუნკერში. ზოგიერთი იმასაც ფიქრობს, რომ ქვარი აითვისოს ან მარსი აითვისოს, რომ გაერიდოს ღმერთის სისხლს, გეგონება ღმერთის არ არის ის სხვა პლანეტებიც. სინამდვილეში, მეგობრებო, ეს სიმდიდრე ეწინააღმდეგება ღვთიურ სიმდიდრეს. ეს სიმდიდრე თუ მას ჩვენ ზედმეტ ყურადღებას მივაქცევთ, შეიძლება გვიჩენდეს ცრუ საფრთხოების განცდას. ამიტომაც ღმერთი ძალიან ხშირად ადამიანების სიყვარულით ისევ ყველანაირად ცდილობს ხოლმე რომ ადამიანები შემოაფხიზლოს და თუ მაინც და მაინც ადამიანი მაღლიდან შობილია და მაინც და მაინც სიმდიდრისკენ აქვს მიდრეკილება, აი ამ სიმდიდრის ძიებაში არაერთი განსაცდელის გავლა უწევს, არაერთი შემოფხიზლება უწევს იმისთვის რომ ღმერთმა დაანახოს ბოლოს და ბოლოს რომ ეს სიმდიდრე არ არის შენი უსაფრთხოება. შეიძლება ერთ დღეს გამოგეცალოს ყველაფერი. და წმინდა წერილში იესო ქრისტეს სიტყვებიც კი არის იგავი, რომელიც მოგვიყვა აი იმ კაცზე ძალიან დიდი შემოსავალი რო გაუჩნდა. კურთხეული კაცი იყო უდავოდ. ერთ წელს ძალიან დიდი მოსავალი მიიღო, მაგრამ ამ დიდმა მოსავალმა მას ცრუ უსაფრთხოების განცდა გაუჩინა. გახსოვთ ხო ეს კაცი? ლუკას მე-12 თავში, მე-20 მუხლში, როცა უფალი დაელაპარაკება მას და ეუბნება, მაგრამ უთხრა მას ღმერთმა, უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და რაც მოიმზადე ვის დარჩება. რა იყო ამ კაცის დამოკიდებულება სიმდიდრისადმი? იმხელა შემოსავალი გამიჩნდა, იმხელა ფული გამიჩნდა, რაღა უნდა მომივიდეს ამ დედამიწაზე. რას ვიზა, მიცით? ძველ ბეღლებს დავანგრევ, ახლებს ავაშენებ, ყველაფერს დავაბინავებ, ღვინო ბევრი მაქვს, პური ბევრი მაქვს, მსახურები ბევრი მყავს, ჩამოვждები და ვიტყვი, ჭამე და სვი ჩემო გულო და ღრმა სიბერეში მოკვდი, მაგრამ ღმერთს არ უნდოდა რომ ის სრულ უსაფრთხოების განცდის ტყვეობაში ყოფილიყო და რას ეუბნება? უგუნურო, გავიწყდება რომ აი ამ ფულს შენი სულის გადარჩენა არ შეუძლია და დღეს საღამოს თუ შენ აი ამ სულს მოგთხოვენ, ეს ყველაფერი შენ რაც იშრომე, რაც იჯაფე, რაზეც იმედი დადე, ვის დარჩება? რატომ ლაპარაკობს ამას ყველაფერს იესო ქრისტე? იმიტომ რომ შემოგვაფხიზლოს ჩვენს ყველანი მეგობრებო, რომ ჩვენ ცრუ უსაფრთხოებაზე არ დავდოთ ჩვენი იმედი, რომ ჩვენ სიმდიდრეზე არ დავდოთ ჩვენი იმედი, რომ იესო ქრისტე იყოს ჩვენ, განა ყველა მისი იგავი, განა მათეს მე-6 თავის 33 მუხლი, რომ აი ამაზე ხო წარმართები ღელავენ და დაარდობენ, თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ეძიეთ სასუფეველი ცათა, ამაზე არ გველაპარაკება? განა იესო ქრისტე და ღმერთი გამუდმებით არ ცდილობდნენ ჩვენს ყურადღებას, მამა ღმერთს გულისხმობ, ჩვენს ყურადღებას რომ მიგვექცია ღმერთისთვის, ღმერთზე იმედის დადება გვესწავლა, განა თუნდაც ისრაელის ეგვიპტიდან გამოყვანა უდაბნოში ხეტიალი ამას არ ემსახურებოდა? ნახეთ ფსალმუნი 61, მე-10 მუხლში დაწერია, თუ გაგიმრავლდა სიმდიდრე, გულს ნუ მიიდრეკ მისკენ. შეგვიძლია მეგობრებო ამის გაკეთება? როგორ ვაკეთებთ ამას?
ბევრი შემთხვევებია, როდესაც პენსია გაქვს 100 ლარი და 10 ლარს გადადებ, მაგრამ $1000 თუ გაქვს, $100 გადადება შეიძლება გაგიჭირდეს, იმიტომ რომ სიმდიდრეს აქვს ეს რაღაცნაირი ძალა, რომ გაგიჩინოს უსაფრთხოების, სრულ უსაფრთხოების განცდა და როდესაც შენ სრულ უსაფრთხოების განცდა გიჩნდება, გეკარგება ნამდვილი უსაფრთხოების გარანტთან კავშირი, იესო ქრისტესთან. ის არის ჩვენი დამცველი, ის არის ჩვენი მფარველი, ის არის ჩვენი ღირსება, ის არის ჩვენი თავშესაფარი, ის არის ყველაფერი ჩვენი. და ამიტომ გვაფრთხილებს მე ფსალმუნე, თუ მოხდა ისე რომ სიმდიდრე გაგიმრავლდა და ღმერთმა გაგიმრავლა სიმდიდრე, გულს ნუ მიიდრე, შენს გულს გაუფრთხილდი. შენს გულში პირველ ადგილს ეს სიმდიდრე ნუ დაიკავებს. მე შეგახსენებთ მეგობრებო, მე მატერიალურ შესაძლებლობებზე ვლაპარაკობ, მაგრამ ამის საძირკველს ვყრით დღეს. ეს იმხელა თემაა მეგობრებო, რომ ამას ჩვენ ერთი-ორ მსახურებაზე ვერ ამოვწურავთ. მაგრამ ეს შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი შებრკოლების ლოდი, ფინანსები და განაარწერია, რომ გამდიდრების მსურველი მრავალ განსაცდელში წვივიან. განაარწერია, რატომ წერია ეს? იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება შეიპყროს აი ამ გამდიდრების სურვილმა, შეიძლება შეიპყროს აი ამ კომფორტის სურვილმა და თუ ადამიანმა არ იფხიზლა თავის გულზე, თუ ყველა შესანახზე მეტად თავისი გული არ შეინახა და გული მიიდრიკა ამ რაღაცისკენ, კარგავს ყველაზე მთავართან კავშირს, ვინც არის ჩვენი მხსნელი, უფალი იესო ქრისტე და ის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება. ამიტომ ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ მეგობრებო. რა არის უმთავრესი ჩვენ ცხოვრებაში? რატომ ელტვის ადამიანი აი ამ სიმდიდრეს მეგობრებო? თან გამირბის ხოლმე აქ და რო არ გამექცეს. რატომ ელტვის? იგი იძლევა აი ამ განცდას უსაფრთხოების, მაგრამ უფალი ნახეთ მახსენდება ჩემი მორწმუნეობის პირველი წლები და საზღვარგარეთ ცხოვრობდი, სანამ მორწმუნე ვიყავი, საკმარისი შემოსავალი მქონდა, იმ დროისთვის რაღაცა თანხას მოუყარე, თავი 90-იანი წლებია, ჩამოვედი საზღვარგარეთიდან, ბინა შევიძინე, პატარა ბიჭი ვარ, 23 წლის ბიჭი ვარ, გავხდი მორწმუნე, რაღაცა ბიზნესებში დავაბანდე თანხა, მგონია რომ ეხა ბევრი პულიც მექნება, უფალთანაც ვიქნები და ყველაფერი დავკარგე. ნუ გარდა ჩემი სახლის, ანუ რა ინვესტიციების გავაკეთე, ყველაფერი დავკარგე და იცით როგორ იყო, აი მართლა რწმენით მჭირდებოდა პურის ფულზე დგომა. ცოლი ახალი მოყვანილი მყავს, მსახურებაში თავი შეყოფილი მაქვს, ღმერთ სიყვარულს ვეფიცები და ერთხელაც გამეღვიძა და არაფერი არ მაქვს, არც საფენის ფული მაქვს ჩემი შვილისთვის, არც პურის ფული მაქვს, არც არაფერი. და ლოცვაში ღმერთს ველაპარაკები, გულწრფელად. კი არ ვწუწუნებ, უბრალოდ კითხვა დაუსვი ღმერთო, კი მაგრამ ადრე უფრო ბევრი ფული მქონდა, სანამ შენი შვილი გავხდებოდი. და ახლა რა მოხდა? ახლა შენი შვილი რო გავხდი ღმერთო, ცოტა მეტი ფული რომ მქონდეს, უფრო კარგად არ მოგემსახურებოდი? ველაპარაკები ღმერთს, იმიტომ რომ ის ვიცი რომ მამა ჩემი ერთგულია, ვიცი რომ ისე ვუყვარვარ რომ ყველაფერი გაიღო ჩემთვის და მთელი სამეფოს მემკვიდრედ მაქცია ქრისტე იესოში, როგორც აბრაამის მემკვიდრე. და კითხვა დავსვი და იცით რომ მიყვარს უფალი, იმიტომ რომ როცა წრფელი ხარ და აჯანყებას კი არ დაიწყებ, კითხვებს დასვამ, უფალი ელაპარაკება შენს გულს. და უფალი დაელაპარაკა ჩემს გულს და მითხრა, შვილო, მე მინდა რომ შენ შიგნიდან გაგამდიდრო. მე მინდა შენ გასწავლო ჩემი ნდობა. მე მინდა შენ ისწავლო პურის ფულზე რწმენით დგომა. მე მინდა მომენდო ისე რომ აი პური რო დაგჭირდება, ჩემი იმედი გქონდეს რომ მე ამ პურით შენ უზრუნველ ყოფ. და ეს რო ისწავლო, ჯიბეში ფული უნდა გაგითავდეს ხანდახან. და როდესაც შენ ისწავლი ჩემზე ნდობას, შენ შიგნიდან გამდიდრდები. შიგნიდან იქნები ჩემზე დამოკიდებული და დაიმედებული. და როცა შიგნიდან გამდიდრდები, მე შენ გარედანაც შემოგმატებ იმას, რაც გჭირდება. რადგან ფარა რო შემოbrunდება, ის ვინც უკანასკნელი ჩანს, პირველი აღმოჩნდება და ის ვინც პირველი ჩანს, უკანასკნელი აღმოჩნდება. ეს იყო უდიდესი გამოცხადება ჩემთვის. აღარ გამიჭირდა ხალხო ღმერთზე მინდობა და
ფინანსური სიდუხჭირის გავლა რწმენით, იმიტომ რომ ზუსტად დამანახა უფალმა, რომ ეს მისი დაგეგმილი იყო. ეს მისი დაგეგმილი იყო, რომ მე სიდუხჭირეში გამევლო. როგორც მოციქული პავლე ამბობს, გახსოვთ, ვიცი ხელმოკლეობაში ცხოვრებაც და ვიცი სიმდიდრეში ცხოვრებაც, სიუხვეში ცხოვრებაც უпроსტად, ხო? ამას სწავლა ჭირდება, მეგობრებო. და როდის ისწავლი შენ ღმერთზე მინდობას, როდესაც $1000 გექნება ანგარიშზე თუ აი პურის ფული რო არ გექნება და შეხვალ ოთახში ჩაიკეტები გულდა დუთქული და ეტყვი ღმერთო, აი რა ვქნა, შენს მეტი გამოსავალი არ მაქვს. უნდა მიშველო და უცებ კარზე მოგიკაკუნებს ვიღაცა და გეტყვის. იცი რა, გუშინ სიზმარი ვნახე. უფალი გამომეცხადა და მითხრა, გურამს პურის ფული ჭირდება. აიღე ძმაო ეს 100 ლარი და მოიხმარე შენს ოჯახში. დაეცემი მუხლებზე, იტირებ და იტყვი, დიდება შენ ღმერთო, ასე გიყვარ ვარ. ასე გიყვარ ვარ, რომ ვიღაცას ღამე გამოეცხადე და უბრძანე, რომ ჩემთვის 100 ლარი მოეტანა, ღმერთო, როგორი ერთგული ხარ. და მეორეთ რო გაგიჭირდება, ჩემო ტკბილო მეგობარო, გაგახსენდება, როგორ ზებუნებრივად ჩაერია ღმერთი და შენს გულს მშვიდობა გაპარავს. და ეს იქნება უფალი იესო ქრისტეს მშვიდობა, რომელიც აღემატება იმათ მშვიდობასა და სიხარულს, ვისაც მაჭარი და ღვინო აქვს ბევრი და იმით აქვს ეს ცრუ საფრთხოების განცდა, მეგობრებო. ახლა რა ვთქვათ შესაწირზე და მატერიალურ მსხვერპლებზე? თუ ადამიანი ისია ჩაფრენილი ამ ფინანსებს და შესაწირებს, რომ სიწრფელე უჭირს და გულის შენარჩუნება, ღმერთს ხომ აინც უყვარს ეს ადამიანი. რას აკეთებს? ღმერთს უწევს ჩარევა მის ცხოვრებაში და გამოშიგუნა, გამოხშირვა მისი ქონების. თუ თვითონ ადამიანი წვრთნაზე უარს ამბობს და თვითონ ამბობს ნებაყოფლობით, რომ გული მოაშოროს ქონებას და ეს ქონება მოიგლიჯოს, აი ეს ძვირფასი მოიგლიჯოს და შეწიროს უფალს, შიგადაშიგრო ყოველთვის აი შეხედოს თავის გულს, ხო? ღმერთს უწევს ჩარევა. ეხლა ამას არ გეგმავდი, მაგრამ მოგიყვებით, აი დღეს ეკლესიაში ვიყავი და შესაწირზე ყოველთვის ფიქრობ ხოლმე, რამდენი უნდა შევწირო. ჯერ მქონდა რაღაცა თანხა განსაზღვრული. მე ვთქვი, რომ მოდი, აი მინდა მეთქი უფალო, რომ დღეს დამელაპარაკო. რაღაცა შემომაკალდა შენი სიტყვა, აი ის კი არა, რომ ეკლესიას რა ველაპარაკო იმაზე, ან წმინდა წერილიდან თქვენ რა გაგიზიაროთ, არა, მე პირადად, მე მინდა, რომ მე მითხრა მეთქი რაღაც და გადავწყვიტე, რომ ცოტა შესაწირი გამეზარდა. მაგრამ გულში რაღაცნაირად ვერ ვგზნობ ამ კმაყოფილებას. და მე ვთქვი, რომ აზრი გამიჩნდა მე. მოდი რაც მაქვს იმას შევწირავ. მაგრამ არ მახსოვს ახლა რამდენი მაქვს და ვაი თუ ძალიან ბევრი მაქვს. ეს აზრები მოდის ჩემს გონებაში, ხვდებით? ხო და მოდი იცი სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ, ჩავიხედავ საფულეში რამდენი მაქვს. იმიტომ რომ მართლა არ ვითვლი ხოლმე ხა შეიძლება $100 მედოს, შეიძლება 300 ლარი მედოს, შეიძლება 200 ლარი მედოს, შეიძლება 50 ლარი მედოს. ეხლა ძირითადად ბარაც რო ვიყენებ, ხო? არ ვიცი ხოლმე საფულეში რამდენი მაქვს, ხო და გამიჩნდა სურვილი, რომ მოდი ჯერ ჩავიხედავ საფულეში და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას, მთლიან საფულეს შევწირავ თუ არა. მაგრამ რაღაცა შიგნით წითელს მივე, თუ ჩაიხედე რაღა გამოვიდა. იყო არს უფალი? აი რაზე ენდობი, შენ საფულეს ენდობი და იმ რაოდენობას და შენს გონებას თუ რაც იქნება, უფალი ხო იმაზე დიდია რაც იგაგ და საბოლოო ჯამში მეგობრებო, ხო? ვთქვი რომ რაც არ უნდა იყოს, მოდი არ დავითვლი და ისე ავიღებ და ჩავაგდებ რაც იქნება ღმერთო. იცით რა მოხდა? დღეს ახლა ვინც უყურეთ სახურებას იქ თარგმნიდი, იქ სხვა სტუმარი იყო კიდე, რომელიც არ მიცნობს საერთოდ. სახურების ბოლოს მოდის ჩემთან ბოდიშიო, უფალმა სიტყვა მომცა შენთვისო. ჩემთვის პირადად მეთქი თუ მსახურების, არა, შენთვის პირადათო. და დამელაპარაკა უფალი სულ უცხო კაცისგან. საერთოდ რო არ მინახავს, საზღვარგარეთი და როა ჩამოსული, ქართულიც რო არ იცის, მოვიდა და მეუბნება, ასე და ასე ამბობს უფალი. აი ეს იქნება, ნუ თუ ოდესმე საჭირო იქნება, ამასაც გაგიზიარებთ, რაც მითხრა, მაგრამ როცა იქნება მე გაგიზიარებთ. და იცით რა, რო წავიდა ის კაცი, ცრემლები წამომივიდა და ვთქვი, ღმერთო, რა ერთგული ხარ? როგორ მუშაო? მაგრამ რა უსწრებს ამას წინ, მეგობრებო? ჩვენი გულის მოდრეკვა. ჩვენი წვრთნა საკუთარი თავის. იცი ეს ხო შენს ხელშია.
გაიხედე შენს გულში, რას უფრო მეტად ენდობი. შენი საფულის სისქეს თუ ღმერთის სიყვარულს და ხან ეს ორი ისე ეწინააღმდეგება ერთმანეთს, რომ აი თითქოს შეწირვა გინდა რაღაცის და ღმერთო, ეს მაქვს საჭიროება, ეს მაქვს ასაშენებელი, ის დასაქორწინებელი მყავს, ის საყიდელი მაქვს, ეს გადასახდელი მაქვს და უყურებ ამ საჭიროებებს და თითქოს შენ შეგიძლია თავი გაართვა ამას, აი სწორედ ამ დროს ჭირდება ღმერთის მშვიდობა შენს გულში, იმიტომ რომ თუ ღმერთის მშვიდობა არ არის შენს გულში, თუ სიტყვას ვერ მიენდე ისე რომ ამ მშვიდობამ დათფაროს, ხო, ვერ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. მე კიდე ვიძახი, მეგობრებო, მე ვერავის ცხოვრებაში ვერ ჩავერევი, ვერავის ვერ დაგიდგენ სტანდარტებს, ამდენი უნდა შესწირო, ამდენი უნდა შესწირო, მაგრამ შენი კურთხევა უნდა ღმერთს და შენ თვითონ ეძიე სული წმინდაში, შენი გული ეძიე. ენდობი თუ არა ღმერთს და რა გჭირდება იმისთვის, რომ ღმერთისადმი ნდობა ისწავლო. აბრაჰამს დაჭირდა საკუთარი ძის აყვანა მორიას მთაზე. იმაზე ძვირფასი არავინ არ გააჩნდა. რატომ ვიცი ეს? შვილი სანამ არ ყავდა, ეწუწუნებოდა ღმერთს. ღმერთო, ესეთი მდიდარი ვარ, ყველაფერი მაქვს. და რა გავაკეთო? მე მკვიდრი არ ამყავს. და მოგცემ მე მკვიდრეს აბრაჰამ მიცა და მე აბრაჰამს დაჭირდა ღმერთისათვის იმის დამტკიცება, რომ მე მკვიდრეს და ქონების დატოვებას კი არ ენდობოდა, ღმერთს უფრო ენდობოდა. აბრაჰამისთვის ეს ფასი იყო გადასახდელი. დავითმა მაგალითად, ხო, როდესაც ლანძღავდნენ, თავით დახარა და თქვა, უფალმა ბრძანა მლანძღოს. და სიკვდილის წინ რა გააკეთა, იცით, დავითმა გამოიტანა და 29 ტონა თუ 29 ტალანტი საუკეთესო ოქრო თურმე მთელი თავის ცხოვრება რო იბრძოდა, რო აგროვებდა, რო ქონებას იძენდა, აგროვებდა ერთი მიზნისთვის, უფლის ტაძრის აღსაშენებლად. ეს ჩემთვის სამაგალითო რაღაცა არის. ეს ძალიან ეს აჩვენებს დავითი რას ენდობოდა, თავის მეფობას, წარმომავლობას, ოქროს თურმე ყველაფერს უფლისთვის აგროვებდა. შენ თვითონ უნდა განსაზღვრო. აი იმიდან რაც მოგცა უფალმა, როგორ ითხოვს ღმერთი შენგან მის პატივისცემას. ნახეთ, რჯულის მერვე თავში რა წერია. მეორე მესამე მუხლები, სულ ორი მუხლია. გახსოვდეს მთელი გზა, ეუბნება უფალი ისრაელს, რომლითაც გატარა უდაბნოში უფალმა შენმა ღმერთმა. ეს 40 წელიწადი. რათა მოერჯულებინე და გამოეცადე რომ შეეტყო რა გაქვს გულში. დაიცავდი მის მცნებებს თუ არა, გათვინიერებდა, გაშიმშილებდა. ეშმაკმა მოიტანა წყევლა და შიმშილი მომიტანა. არა, ღმერთი გაშიმშილებს ხანდახან. ღმერთმა შეიძლება დაგიბლოკოს აკაუნტი. ღმერთმა შეიძლება არ აპასუხებინოს შენს კრედიტ ოფიცერს ტელეფონზე. ღმერთმა შეიძლება ათქმევინოს ვიღაცას უარი, რომ ცოლად მოგიყვანოს ან გამოგყვეს. ღმერთმა შეიძლება დაუშვას რაღაცა შენ ცხოვრებაში, რომ დაინახოს, საით გადაიხრება შენი გული. ნახეთ. გათვინიერებდა, გაშიმშილებდა და რასაკეთებდა? მანას გაჭმევდა. ეს მანა რა იყო, მეგობრებო? ეს იყო ზებუნებრივი გამოვლინება ღმერთისა ისრაელიანთა ცხოვრებაში. აი ყოველ დილას ღმერთს უნდა მოეტანა მანნა და ჩვეულებრივ კაცს, რომელსაც ოჯახში შვილები, ცოლი და ოჯახის წევრები ყავდა სარჩენი, ყოველ ღამე რწმენით ჭირდებოდა დაძინება, რომ ხვალდილით გავიდოდა და საკმარის მანას იპოვნიდა მინდორში. ღმერთმა ნახეთ რა გააკეთა? უთხრა რომ ბევრი არაკრიფო, იმდენი აიღე, რამდენიც იმ დღეს გეყოფა. არ დაიწყო 2 კვირის მარაგების მოგროვება, იმიტომ რომ მატლი შეჭამს. მაინც დაიწყეს მოგროვება, რატომ? იმიტომ რომ სრულ საფრთხეების განცდა უნდა თქონოდათ. 2 ტომარა მაქვს მოგროვებული, 2 კვირა პრობლემა არ მექნება. სინამდვილეში ამ ღამეს სულს თუ მოთხოვენ, ვის დარჩება ეს 2 ტომარა? ღმერთმა რა გააკეთა? ვინც აკრიფა ერთი დღის საკმარისზე მეტი მატლების შეასია და დალპა. გახსოვთ ჩვენ ამაზე ნალაპარაკები გვაქვს, მეგობრებო. მაგრამ მე შეიძლება ადამიანებმა თქვეს, რომ იცი რა, ეს ისეთი რამეა, მხოლოდ ერთი დღე ძლებს. არა, ეს ღმერთის განზრახვა არის. აი პარასკევს ორმაგი პორცია აიღეთ. იმიტომ რომ შაბათს გასვლა გეკრძალებათ. კი, მაგრამ ხოლპება მეორე დღეს. არა, მე ზებუნებრივად ვერევი თქვენ ცხოვრებაში. მე პარასკევს ისე ვიზამ, შენ რომ ორმაგ საზომს აიღებ,
შაბათის საზომის, შაბათის ნორმა არ დაგილპება და მატლიარში. ამით რასაჩვენებდა უფალი? ხალხო, მე ვარ თქვენი ზეციური პური. მე ვარ თქვენი მარჩენალი. მომინდება, აი ამ კლდეს დავკრავთ კვერცხს და წყალი გადმოვა. მომინდება, ბრძანებ და ჩიტები მოფრინდებიან და ხორცი გექნება თუ ხვად. მომინდება, ხარების ჯოგებს მოვიყვან. იმიტომ რომ ყველა ხარი, ყველა ცხოველი, ყველა საკლავი ამ დედამიწაზე, ამ პლანეტაზე მე მეკუთვნის ამბობს უფალი, მაგრამ შენი გული არ მეკუთვნის. შენ მინდა ისწავლო რომ სრულ საფრთხოებას კი არ დაეყრდნო. შენი მაჭრისა და პურის სიმდიდრეზე კი არ იყო დამოკიდებული. გული შენს ქონებაზე კი არ მიიდრიკო. გახსოვდეს რომ მე ვარ შენი მარჩენალი. ამას ამსახურება და მანას გაჭმევდა, რომელიც არც შენ იცოდი და არც შენ მამამებმა იცოდნენ, რათა მიმხვდარიყავი რომ არა მხოლოდ პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით. აი ამაზე ტკბილი სიტყვები რა უნდა იყოს. ეს ხო უნდა იყოს ჩვენი სიმშვიდის გარანტი. ღმერთო, პური არ მაქვს საპურეში, მაგრამ ეს პური არ მაცოცხლებს. შენ ახარ ჩემი სიცოცხლე, ღმერთო. შემოდი ჩემს გულში და დატბორე ჩემი გული მშვიდობით, რომ კი არ ვინერვიულო ხა მთელი ღამე შვიდად, მყარად, მკიცედ დამეძინოს და ხვალინდელი დღე რო გათენდება, შენ იზრუნებ ჩემი შვილების გადასახადზე, შენ იზრუნებ ჩემი ქორწინების ხარჯებზე, შენ იზრუნებ ჩემი სახლის მშენებლობაზე, შენ იზრუნებ ჩემს საბუთებზე, მე შენ გეკუთვნი, შენ მოგიძღვენი ჩემი თავის სრულად და აი ხანდახან როცა იცი რომ 5 ლარი დაგჭა და აღარ ყოფნის, ის 5 ლარი შეიძლება შესაძირში უნდა ჩააგდო, რომ ღმერთს დააჩქარებინო შენი დახმარება. აი უფალო, ყველაფერი გამითავდა. თორე ის 5 ლარი რო გაქვს, იმ 5 ლარს უყურებს შენი გული ხანდახან. ასეც ხდება ხოლმე, მეგობრებო. და მაინც რატომ არის შესაწირი ასეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ის აჩვენებს რამდენად ვენდობით და გვიყვარს ღმერთი. აბრაჰამის მაგალითი. აბრაჰამმა სიყვარული ღმერთისა როგორ გამოხატა, როდესაც თავისი ყველაზე ძვირფასი მას მიუყვანა და რა უთხრა ღმერთმა, ახლა ვიცი რომ ყველაზე ძალიან გიყვარდა. რა მანამდე არ იცოდა? მაგრამ ის რომ ღმერთმა რაღაცა იცის, არ გვანთავისუფლებს იმ პასუხისმგებლობისგან, რომ ჩვენ მოქმედებით, საქმეებით გავაგრძელოთ ამის გამოვლინება და მტკიცება. ამენ მეგობრებო, ხომ მეთანხმებით არა? ნახეთ, ახლა მინდა მოვიყვანო აი ეს ბოლო მაგალითი და შემდეგ უკვე დავამთავრებ მეგობრებო. ფრივის ორი ლეპტა არის ერთ-ერთი ქრესტომატიული მაგალითი, რამდენად მნიშვნელოვანი არის ღმერთისთვის ჩვენი გულის მდგომარეობა. იესო ზის აზრის საგანძურთან და უყურებს როგორ ყრიან ადამიანების შესაწირებს. დიდრები ბევრს ყრიან, ღარიბები ცოტას ყრიან. ვიღაცა მოვიდა და 2 სპილენძის მონეტა ჩააგდო. ეს არის მარკოზის მე-12 თავი, 41-44 მუხლები. ასევე ლუკას 21 თავში პირველი 4 მუხლი. როგორი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეს, რომ იესომ აი ამდენ ადგილზე ჩაგვიწერა. აკვირდება ყველას. ზოგი მოდის ამაყად თელქისას ჩააგდებს. ბანკის ანგარიშზე მილიონი აქვს და იმისთვის $1000 შეწირვა არაფერი არ არის. მაგრამ აი მოდის ერთი ქვრივი ქალი, რომელსაც არავის იმედი არ აქვს. უკანასკნელი 2 ლეპტა აქვს და უფალი იესო ქრისტე ამბობს, ამ ღარიბმა ქვრივმა უფრო მეტი ჩააგდო, ვიდრე ყველა სხვამ, ვინაიდან მთელი თავისი სარჩო-საბადებელი შესწირა. ამ ღარიბ ქვრივს მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 ლეპტა შეწირა, უფლის მშვიდობა ქონდა გულში გამეფებული. და იმდენად იცნობდა ღმერთს, იმდენად ენდობოდა ღმერთს, იმდენად უყვარდა ღმერთი, რომ მივიდა და უთხრა, უფალო, ეს 2 ლეპტა მაქვს. ამით შემიძლია 2 პური ვიყიდო, მაგრამ იცი რა, ეს 2 პური რო გამითავდება, მე რაღა შემოგწირო. ამიტომ გაჩვენებ უფალო, რომ შენ ახარ ჩემი პური არსობისა და ამას მე ჩემს დიდებულ ტაძარს შევწირავ. იცით რა, მეგობრებო? ვიფიქროთ, რომ მე ახლა მანიპულირებ რა. არაფერში არ მჭირდება ეს. თუ თქვენ არ იცნობთ ჯერ უფალს ისე, რომ აი ასეთი განცხადება გააკეთოთ, როგორც ქვრივმა გააკეთა თავისი 2 ლეპტის მეშვეობით, ნუ შესწირავთ, მეგობრებო. არაფერს არ გაძალებთ. მან ხო ჩვენ
პასტა და ფურცლით არ ვძივარ და ხო არ ვიძახით გუგული მამდენი შეწირა, მაიკო მამდენი შეწირა, ვარია მამდენი შეწირა, ლელა მამდენი შეწირა. მე არ ვეთანხმები იმას, როდესაც ადამიანები აწარმოებენ ხოლმე, აი, შენ მოიტანე მეათედი, არა, მეათედის და შესაწირიც ყველაფერი რწმენით უნდა მოხდეს. თუ გაიცანი უფალი იმ დონეზე, რომ ის გახდა შენი პური არსობისა და შენი სიმშვიდის წყარო, შენ ამას გააკეთებ. თუ არ გაიცანი, ხო? მაშინ რომც გააკეთო, ამას ნაყოფი არ მოყვება. თუ ვიღაცის გამო გააკეთებ ამას და არა უფლის გამო. მაგრამ თუ შენ იჭერ ამაში შენს თავს, მუშაობ საკუთარ თავზე და აიძულებ შენ თავს რომ მსხვერპლი გაიღო, იმიტომ რომ სიტყვა შენთვის სარწმუნოა, სული წმინდა დაგეხმარება. ქვრივის ქმედება რას აჩვენებს, მეგობრებო, რომ ნდობა, მინდობა ღმერთზე უფრო მეტ უსაფრთხოების განცდას გაძლევს, უფრო მეტ მშვიდობას, ვიდრე ქონებაზე მინდობა. სიყვარული ღმერთისადმი და ნდობა ღმერთისადმი გამარცხებინებს ხვალინდელი დღისადმი შიშს. ამას აჩვენებს ქვრივის ორი ლეპტა. სრული მინდობა განაპირობებს სრულ მიძღვნას, სრულ გადაცემას საკუთარი თავისა ღმერთისადმი და არა ნაწილობრივ. და ჩვენ ვიცით, თუ არსებობს სრული მინდობა, თუ არსებობს შესაწირი შენი ყოველდღიური ლუკმაპურისა, მოდის მშვიდობა, თუ არსებობს სიწმინდე, იესო ქრისტეს სიწმინდით ხარ შემოსილი, რა ხდება მერე, მეგობრებო? ღმერთის დიდება ვლინდება. ამ ქვრივის ცხოვრებაში გამოჩნდა ღმერთის დიდება, მეგობრებო? როგორ არ გამოჩნდა? 2000 წელიწადია, სადაც სახარება იქ ადაგება და ისწავლება, ყველგან ამ ქვრივზე ლაპარაკობ. მეგობრებო, ერთხელაც ჩვენ იმ ზეცაში მივალთ და ეს ქვრივი აღარ იქნება. წარმოგვიდგება თავისი დიდებულებით ქრისტე იესოში და ჩვენ მადლობას გადაუხდით მას აი ამ საოცარი მაგალითისთვის, რომელიც დაგვიტოვა, მეგობრებო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კლარჩევანი ჩვენზეა. მივენდობით სრულ უსაფრთხოებას თუ მივენდობით უსაფრთხოებას, რომელიც მოდის ღმერთზე მინდობისგან. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, მეგობრებო, მატერიალური მსხვერპლები, მატერიალური შესაწირი, ქონების გაღება უფლისთვის პირდაპირ კავშირშია ხარისხზე ჩვენი უფლისადმი მინდობისა, უფლისადმი სიყვარულისა, უფლის მშვიდობის მოსვლისა ჩვენს გულში და მისი დიდების გამოჩენისა. უფალმა გაკურთხოთ, მეგობრებო. უფალი იესო ქრისტეს ვთხოვ, რომ თავისი სულით აღგვავსო თითოეული ჩვენგან. მთლიანად ბრუკლინის ეკლესია, ყველა წევრი და მოახლოებული, თქვენ ყველანი მანდ კონკრეტულმა საჭიროებებმა წაგიყვანათ, მეგობრებო, მაგრამ მიცოდეთ, რომ ყველა საჭიროებაზე მეტად ჭირდება იესო ქრისტეზე მინდობა. იესო ქრისტეთი აღსება და იმის გაცნობიერება, რომ არა მხოლოდ პურითა ერთითა, არა მხოლოდ ამ ქვეყნიური სიმდიდრით ძღება კაცი და ვერ ციცოცხლებს, არამედ ღმერთის ბაგიდან მომდინარე ყოველი სიტყვით. უფალმა გაკურთხოთ, ვაკურთხებთ თქვენს ფინანსებს, ვაკურთხებთ თქვენს გულს, ვაკურთხებთ თქვენს მიძღვნას უფლისადმი, უფალმა გაგიმრავლოთ 1000-ად და შეგაძლებინოთ, რომ იმდენად რბილი იყოს თქვენი გული და იმდენად მგრძნობიარე, რომ ყველა შესაწირის წინ, ყველა მსხვერპლის გაღების წინ უფალს ეკითხებოდეთ, უფალო, რა გინდა რომ გაგიკეთო? რა აჩვენებს დღეს ფემს რწმენას შენდამი? ამას რომ მივახცევთ, მეგობრებო, უფალი სხვანაირად დაიწყებს ჩვენ ცხოვრებაში გამოვლინებას. მინახავს ეს საკუთარ ტყავზე, განმიცდია, არაერთი მაგალითი გვაქვს წმინდა წერილში და ერთსაც მოგიყვებით. ცოტა სასაცილო მაგალითია, მაგრამ დაგანახებთ ადამიანის ბუნებას. თეოლოგიურ ინსტიტუტში ვსწავლობდი და შესაწირზე იყო საუბარი და გულში მომდის აზრი, რომ 20 ლარი ჩავაგდო. 90-იანი წლებია, თუ 2001 წელი იყო დაახლოებით და აი ფული იყო 20 ლარი რა, აი მთელი თვის შუქის გადასახადი იქნებოდა და ეხლა ეს აზრი ხო მომივიდა და ვდგავარ და ვლოცულობ, ღმერთო, ეხლა ეს შენგან არის თუ რამე ეხლა ჩემი ხორციელი რაღაცა ემოციები არ იყოს რაღაცა და ძალიან მინდა რომ ჩავწვდე ღმერთის ნებას და აი ღმერთო, თუ შენი ნებაა გავაკეთებ, მაგრამ არის კი შენი ნება, ვლოცულობ რაღაცნაირად და ნუ აღარ მახსოვს ეხლა რა გადაწყვეტილება მივიღე და
შემდეგ ჩემი კურსელები შემხვდნენ თეოლოგიური და წამოგურო სახინკლეში წავიდეთო და მეთქი წავიდეთ. და უცებ უფალი დაელაპარაკა ჩემს გულს. ნახე როცა სახინკლეში მიდიხარ, ერთხელაც არ გიკითხავს, არის თუ არა ჩემი ნება რომ სახინკლეში დახარჯო ძლარე. მაგრამ როცა შესაწირზე დგახარ, შენ მაშინ ძალიან სულიერ მიღაბს იკეთებ. და ცდილობ გაერკვე ხა რა გინდა ანგელოზები გამოგიგზავნო და გითხრა რომ 20 ლარი შემომწირე გურამ. ეს ყველაფერი შენი გულიდან მოდის. შენ გადახედე. რამდენად გინდა, რა გინდა და როდის გინდა რომ შემომწირო. და დააკვირდი, შენი თავი უფრო ძალიან გიყვარს თუ მე უფრო ძალიან გიყვარ ვარ. იმიტომ რომ ვისაც საკუთარი თავი უფრო მეტად უყვარს, ვიდრე იესო ქრისტე, ის იესო ქრისტეს ღირსი არ არის. ახლა როცა ამაზე გელაპარაკებით, მეგობრებო, არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება დაგიტოვოთ, რომ სრულყოფილი ვარ ახლა მე აქ და ხელიდან ფული მცვივარ, ამდენი შევდივარ, არა. ვაგრძელებ მუშაობას საკუთარ თავზე, ვაგრძელებ მუშაობას საკუთარ გულზე. მინდა გითხრათ, რომ ხედავ ღმერთის კეთილხელს ჩემს ცხოვრებაში. მადლიერი ვარ მისი და როცა წრფელი ვარ, არ მიჭირს ხოლმე უფლისათვის სხვებლის გაღება. დაკურთხებთ იესო ქრისტეს სახელით და ამასაც გეტყვით. პასტორები კოტე და ოლეგი ჩამოდიან, ეპისკოპოსი ოლეგი, თქვენთან იქნებიან უკვე სამშაბათს საღამოს ჩამოვლენ, 4 შაბათი, 5 შაბათი